ჩვენ დღეს ბევრი ვისაუბრეთ ლევანზე, ხაბეიშვილზე, მურთაზოდოვაზე, სხვა პოლიტპატიმრებზე. უბრალოდ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს 23 წლის აქტივისტთან, მეგიდე ასამიძესთან, რომელიც 380 ლარის ზიანის გამო ასე არის შეფასებული ზიანი, რაც დადგა. რეჟიმი მზად არის, რომ ციხეში გაუშვეს, კახი კალაძე მას უშვებს ციხეში. ან მარტივია, ხო, მას შეუძლია კალაძე გამოვიდეს, თქვა, ჩემი ბანერია და მოდი ეს ახალგაზრდა ხალი არ გაუშვათ ციხეში. მაგრამ ფაქტია, რომ ეს რა ტესტი კაცობის, ადამიანობის ეს ხალხი ვერ აბარებს ვერცეთ ეტაპზე. გებუაძემაც ვერ ჩააბარა, იგივე ხდება კალაძის თავს. მოდი ამ თანწილიდან რომ დავიწყოთ, ხო, იმიტომ რომ აი მელიქიშვილის პროტესტი არის მაინც ის ცხელი გული, რომელიც აი ამ თელ პროცესს აცოცხლებს. კიდევ ერთხელ მივესალმები თქვენს მაყურებელს. მეგიდე ასამიძეს ვიცნობ პირადად. შენ ევროკავშირში კამპანიაში ძალიან გვეხმარებოდა და მეგი არის ის აქტივისტი, რომელიც შრომით და საქმით ამტკიცებს, რომ იდეის და წინააღმდეგობის მომხრეა. ხო არიან ახლა ადამიანები, რომელიც სპიკერი აქტივისტები არიან და ასე შემდეგ და მეგი არის ადამიანი ძალიან განათლებული, ჭკვიანი, ბრძოლისუნარიანი ადამიანი და განსაკუთრებით ჯის და ასე ეპყრობა სისტემა ამ ადამიანებს, ვინც მიზანმიმართულად და პრინციპულად ებრძვის სისტემას და იმ ბანერის თუ რაც ქვია, ხო, ის 10 წუთში ჩამოწმინდეს, სხვათა შორის რომ იცოდეთ ის ზიანი, რაც თითქოს მათ მიადგათ, ის სიძულვილით რო გვიყურებს კახა კალაძე, თუ დააკვირდებით მაგ სურათს ნახავთ, რომ აი თითქოს ძალიან სიმბოლური ფოტოები დადარჩება მაქინიდან, აქ თავიანთ სასქესო ორგანოებზე ხელმოკიდებული ხალხი. და თვითონ ის არის, რომ ის ძულს ყველა ვინც მაგ ბანერს შეხედავს და ესეთი სურათი აქვს არჩეული. 380 ლარი არის ის ზიანი თითქოს რაც მიადგა ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას, პოლიტიკურ პარტიას, ვინაიდან ეს მათი საკუთრება იყო, ასე ამბობენ. ჩვენ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე 10 ოფისი დაგვირბიეს და სამჯერ ცენტრალურ ოფისს დაესხნენ თავს, ალბათ გახსოვთ, ხო? ნიკა მელიას ოფისი საერთოდ დაწვეს 2020 წლის არჩევნებზე. ნიკა მელიას თავს დაესხნენ აგვისტოში, ადამიანი მოპარვით, როცა ის ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, ფიზიკურად თავს დაესხნენ და სახეც ვიცით, სახლიც ვიცოდით და გვარიც ახლა დამავიწყდა მის ამართ სამტრედიაში, საცხოვრობდა ვიცოდით, გვარი არაფერი იმისათვის, რომ ეს ადამიანი დაესაჯა, არაფერი გაუკეთებიათ. ეს არის ის ნაბიჯი, რომლითაც ქართული ოცნება ცდილობს, რომ დაშინების რაღაცა კიდევ ერთი ახალი და სიბოროტის ახალი ნაბიჯი გადადგა სახეაჩვენს, უკვე დავიღალე იმის საუბარს, სახე აჩვენა, არაერთხელ აჩვენა ქართულმა ოცნებამ სახე. ახლა არის თავარი შემდეგი, რომ კონდეს ჩვენ წინააღმდეგობა ყოველდღიური პროტესტი გაძლიერდეს მეგისთვის, ლევანისთვის, ნიკასთვის. ნიკა მელიას დამწვარი ოფისის კადრები გადის ზუსტად, ხო? ხო, ოფისი დაუწვეს ადამიანს. წარმოიდგინეთ, ოფისი დაუწვეს და ერთი ადამიანი, ანუ თითქოს ეს ფაქტი არ მომხდარა. ხო? ჩვენთან რუსთავის ოფისი, სიუჟეტიც იყო ამაზე. რუსთავის ოფისი, ყველა ბანერი, რომელიც ჰქონდა განთავსებული და დამერწმუნეთ 380 ლარზე 50-ჯერ მეტი ზიანი მივიღეთ მაშინ, როცა ეს თავდასხმა თუ დაზიანება მოხდა. მაგრამ ამაზე არ არის საუბარი. ახლა საუბარი არის იმაზე, რომ ყველა ის ადამიანი და განსაკუთრებით მეგი და სხვები უნდა დავიხსნათ მალე. და ყოველდღიური პროტესტი არის მნიშვნელოვანი. ხვალ სამეთში უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, რომ ქართულმა ოცნებამ ნახოს, რა გადაწყვიტა სხვათა შორის კალაძემ. კალაძემ შესთავაზა, როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას საკუთარი გზა იმისა, რაც თითქოს ვერ შეძლო თავის დროზე გომელაურმა, ახლა ირაკლი კობახიძემ, დინარაძე და სხვები, რომ მოდი თქვენ ამ დაჭერებით და ჯარიმებით ამათ ვერ აშინებთ. და მოდი ფიზიკურად გაუსწორდებით ამ ხალხს. და კალაძემ აიღო, როგორც ჩანს, ეს პასუხისმგებლობა, ამისთვის ის აუცილებლად აგებს პასუხს, აუცილებლად გამორიცხულია ის, რაც მათ მელიქიშვილზე მოაწყვეს, რომ ეს აი თუ რამე იყო ორგანიზებული დანაშაული, მან მაგ ოფისში ადამიანებს ქუდი რო შეუგდო, გამოსატანად არავინ შედის. თუ დააკვირდებით, აი დააყენეთ კამერა, ქუჩის გადაღმა, ვინ შედის მაგ ოფისში. ეხლა აი გიმუშავე და მუშაობს საარჩევნო ორგანიზების ნაწილში, ხო? ეს არ არის რეალური საარჩევნო შტაბი, ეს არის რაღაც საზოგადოებრივი მისაღები, ვიტრინა. რომ აი რაღაცა ასეთი ფასადის სურათი და პარტიებს ახლა წინა საარჩევნოდ აკეთებენ ხოლმე საზოგადოებრივ მისაღებს. რან არის საზოგადოებრივ მისაღები ეს? რა საზოგადოებაზე არის ლაპარაკი? ვინ მიდის? მაგის თქვა მინდოდა და მაგას გეუბნებით. ქუჩის მეორე მხარეს მელიქიშვილი დააყენეთ კამერა და ვინ შედის მაგ ოფისში ის ნახეთ. ეს ერთი, მეორე
ვერავინ ვერ იტყვის, აი დანაშაულის შემადგენლობაა, ჩვენ უკვე მიდის ამ ადამიანების იდენტიფიცირება, რო იცოდეთ, არიან აი მაგალითად ვაჟას ბოლოს და კვარტლების მსხოვრები პირები, ეს რო წაუზონდერებენ, ცოტა კრიმინალები, ცოტა პოლიციასთან შეკრული ადამიანები, ასევე არიან გლდანელები, ვიცით, ანუ მათი იდენტიფიცირება მოხდა, ვინები, მათ შორის შესაძლოა ის პირები, ვინც მელიას ოფისის დარბეულში და დიდი ხალხი რაოდენობა არ ეხება ერთ და იგივე ჯგუფია. ერთი და იგივე ჯგუფია და ეს ადამიანები, რომლებიც ყავს კალაძეს დაახლოებით 100-დან 150 ადამიანი, რომელიც იყენებს ესე ფიზიკურად გაუწევს. მათ შორის ის ადამიანებიც არიან, რო იცოდეთ, ვინც ხალხს ტელეფონზე ურეკავდა და აგინებდა რუსული კანონის პირობებში. იგივე ჯგუფი იდენტიფიცირებულია ყველა. ამიტომ ესენი ყველა იდენტიფიცირებულია. ეხლა შეგით აქვს პრობლემა ვიღაცების დაჭერა მოუწიათ, იმიტომ რომ ძალიან სახეზე იყო ხა მაგის დამალვაც ვერ მოხდება და შეგით აქვს გარჩევები, რომ ჩვენს გვიჭერთ და ამიტომ ამის საპასუხოდ მეგი დააკავეს, რომ თითქოს მეგი დანაშაული ჩაიდინა იქ და სულიად გაუგონარ რაღაცას ედავებიან. საბოლოო ჯამში თავარი ამოცანა არის ჩვენი ეს, გამოსავალი არის ის, რომ პროტესტი გაძლიერდეს. მე აი ძალიან გუშინ ბურჭულაძის დაჭერით, ასევე ხედავდა დარწმუნებული ვარ და ალბათ ყველა ხედავს, ვინც ამ საქმეში და ამ საკითხებში გარკვეულია, რომ ქართული ოცნება არის ძალიან სუსტ ფეხებზე, ისე როგორც არასოს ვინმე წარმოიდგენდა, რომ გომელაურს კობახიძე გასცხებდა კეფაში. წარმოიდგენდა ვინმე ეს? როგორც ხო ვერავინ ვერ წამდგა ეს ესე მოხდა. ბურჭულაძეს კორუფციის გამო როიჭე ჯერ სასაცილოა რაღაცა სამედიცინო აპარატები იყიდავ, თუ ვინმეა კორუფციაში ჩაფლული, ზუსტად კალაძეა, ზუსტად ის ასე ვთქვათ კობახიძის გუნდია, რომლებიც ახლა არიან. აი კალაძეზე კორუმპირებული ადამიანი ალბათ აღმოსავლეთ ევროპაში არ არსებობს, მარტო საქართველოში კი არა, აღმოსავლეთ ევროპაში არ არსებობს, კორპუსი და სახლი არ შენდება და რამდენი შენდება და უკანონოდ კი ვიცით, როცა მას პირადი ინტერესი არ კონდეს და მის მოადგილეებს, რომელიც ეხლა ცდილობს, რომ სხვადასხვა სამინისტროებში გადაანაწილოს. კორუფციაში არიან ასე ვთქვათ სრულად ჩაფლულები, ამიტომ ადრე თუ გვიან ეს ყველას მოუწევს, მაგრამ ჩვენ ამათ არ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ერთმანეთი ასე ვთქვათ პოლიტიკურათაც და ფიზიკურათაც გაანადგურონ. რატომ? იმიტომ რომ ეს ადამიანები ჩვენ მჭირდება შემდეგ სამართლიანი სახელმწიფოს და სამართლებრივი სახელმწიფოს პირობებში, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლონ და თქვან რა იყო საბოლოო ჯამში ის დანაშაულები, რაც მას ჩადიოდნენ. აი ბურჭულაძე აუცილებლად მოყვება, დარწმუნებული ვარ კობახიძეძეც და სხვებზეც თუ რა დანაშაულს ჩადიოდნენ. ρίჟვაძე აუცილებლად მოყვება, რატომ მიიყვანეს თვითმკვლელობამდე ან რატო კლავდნენ. ეს უნდა გაირკვეს, გამორიცხულია და აი რა კობახიძეს ბიძინა ივანიშვილის თუ ჯერა რომ ესენი არ ალაპარაკდებიან, ეს ადამიანი ძალიან ცდებიან. ძალიან ამის ეშინიათ საბოლოო ჯამში. ყველაზე მეტად ეშინიათ მეგის და მეგისნაირის ადამიანებს. რატომ? იმიტომ რომ თუ ეს ხალხი და ჩვენ გავიმარჯვებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაშინ მოხდება არა მათი ეს საქმეები პირადი გარჩევებს გაცდება და სამართლიანი სასამართლოს და სამართლებრივი სახელმწიფოს პირობებში გაირჩევა და საჯარო გახდება. ის სადღაც დაჩაზე კი არ შეიკრიბებიან და იქ კი არ გაარჩევენ და მე იარაღს კი არ მიცემენ ვინმეს რომ თავი მოიკალიან ესურიან. არამედ მოხდება ის, რომ საჯაროდ გამოვა ის დანაშაულებები, რაც მას ჩაიდინეს და ერთადერთი რისიც ეშინიათ მათ არის ამის და ერთი კიდე ამ გუნდს მონების ნაწილში და თავარი რასაც ეშინია ბიძინა ივანიშვილს არის ის, რომ მან უკვე დარწმუნებულია, რომ გადის ინფორმაცია როგორც ქვეყნის შიგნით, მისი ყოფილი თუ მოქმედი მონებისგან ინფორმაცია გადის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. და ეს არის დიქტატორის და ავტორიტარის აგონია, აი ბოლო ეტაპია, ბოლო ნაწილია, იმიტომ რომ ვიცი რა ბათუმელი ვარ, ჩემი ოჯახი ასლანაბაშიძეს და ადამიანს ებრძოდა აქტიურად და ვიცი რა ეტაპზე იყო, როცა ასლანაბაშიძე ყველაზე სუსტი იყო. ძალიან წააგავს ხო შორის ბიზნესს. ძალიან წააგავს, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ პატრიოტიზმის ნაწილში ვფიქრობ, რომ ის უფრო პატრიოტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის საერთოდ მინიმალური ადამიანური კოდექსის ნაწილში რაღაც მორალური ზღვარი არსებობდა. აი სწორი აქცენტი გააკეთე, არა პატრიოტიზმის ნაწილში, არამედ მორალური ხაზები არსებობდა მაინც. კრთალად, მაგრამ მაინც არსებობდა აქ მორალური ხაზი. აქ შეუძლია ბიძინა ივანიშვილს დაიჭიროს მეგის, დაიჭიროს ჯუანშერ ბურჭულაძეს და თქვენ გონიათ რომ ან ერთი ან მეორე ბიძინა ივანიშვილის მწვანეს გარე, ანუ დაშვების გარეშე და არა, გამორიცხულია, ხო? ეხლა მართლა ფიქრობთ რომ კობახიძე ამ დინარაძე გაბედავდა, რომ ბურჭულაძე დაეჭირათ, ან გაბედავდა გომელაურზე ისე თქვა, რაც თქვა? ხო ვერაზოს ვერ გაბედავდა ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე. ეს ხო ვიცით. აქედან გამომდინარე, ეს მას ანუ არანაირი ესე თქვა მკრთალი ხაზებიც აღარ დარჩა იმისა, რასაც ქვია რაციონალური და მორალური აზროვნება. აქედან გამომდინარე ძალიან საფრთხის შემცველია.
ყველა ის პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი იქნება თუ აქტივისტი. დილით როცა გამოვდივართ სახლიდან, სახლში დაუბრუნდებით თუ არა, ეს არავინ არ იცის. ეს არავინ არ იცის, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ისეთი ბრალით დაგაკავონ, რომ ვიღაცა აი ტელეფონი რომ მოგაწოდოთ, ახლა თქვენ საფრთხის ქვეშ ვართ. იმიტომ რომ პოლიტიკოსმა მოგაწოდა ტელეფონი, რომელიც ყოველ დღე ამბობს იმას, რომ ეს ხელისუფლება უნდა ჩამოიშალოს. ჩამოშლა, რევოლუცია, ასე ვთქვათ, ის რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა დავასუსტოთ, მისი თავარი საყრდენები, რაც არის პროპაგანდა, ძალოვნები, ფული, ეს რესურსები, ეს შეიძლება ჩათვალონ იმად, რომ მოწოდება არის რაღაცა საზოგადოების საქმე აღძრან და შემდეგ ნიშანი რომ არაფერ არ ჭირდებათ არა, ბრალის მოძიებაც კი აღარც იგონებენ, მუხლს აიღებენ სისხლის კოდექსში და ვისაც რა მუხლით უნდათ, იმით ასამართლებენ. ახლა შეიძლება ისეთ რაღაცა და პროცესიც მინდა რომ კითხოთ და მინდა რომ მოვასწროთ ამ თემას საუბარი. აი ლევან ხაბაშვილი დაიჭრეს, ლევანი იყო 4 ოქტომბრის აი ამ რაღაც კონცეფციის აქციების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და გასაგებია ის რატომაც დაიჭრეს მოსალოდნელიც იყო. ხო, თქვენი პარტიის წარმომადგენლობა, თქვენი კოალიციის წარმომადგენლებაც ამ ხარი დაუჭირეთ და ნუ ძალიან მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა ასეთ სიგნალები. თენგო როგორ უყურებთ ახლა პროცესს თქვენ? სად მიდის პოლიტიკური პროცესი? რა მნიშვნელობას ანიჭებთ თქვენ პერსონალურად 4 ოქტომბერს? 4 ოქტომბერი უნდა იყოს მრავალრიცხოვანი პირველ რიგში და ეს არის მთავარი ამოცანა და ამის შემდეგ პოლიტიკური პროცესი უნდა მიიღოს ის სახე, რასაც შესაძლოა ერქვას მოთხოვნების ხელახლა დაყინება და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი არის ეს პროცესი იყოს თანმიმდევრული რა ნაწილში. ყოველ დღე უნდა ვიყო ძალიან ბევრი. 13-იც ხვალ უნდა ვიყო ძალიან ბევრი. არის მნიშვნელოვანი, როცა გუშინ ადამიანები დააკავეს გამოგონილი ბრალით, ხვალ საზოგადოება უნდა გამოვიდეს ქუჩაში. გასაგებია, რომ უვიზოს საკითხს ეხებოდა აქცია, როცა ეს დაიგეგმა, მაგრამ ეს ამ აქციის მნიშვნელობამ უფრო ფართო ცნება მიიღო. ფართო ცნებას გულისხმობ იმას, რომ რა თქმა უნდა თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს და რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის ჩამოშვის უნდა იყოს ერთი აგვი. ყველა დიდი აქცია უნდა იყოს გადადგმული იმისკენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სისტემა და რეჟიმი ჩამოიშალოს. ეს იქნება 13, ეს იქნება შემდეგ 19, 27, 4. არსებითი მნიშვნელობა ექნება მაშინ თუ ჩვენ მივიღებთ ხელშესახებ შედეგს. რაც შეეხება 4 ოქტომბერს და იმის ორგანიზებას, რაც ეს ადამიანები და ამ აქციების მონაწილეები, იმიტომ რომ ამბობდნენ რომ ისინი იქნებიან ერთ-ერთი რიგითი მონაწილე, ამბობდნენ რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავიგებთ ამ გეგმების შესახებ და ვიქნებით იქ. კოალიცია თუმცა ორგანიზების ნაწილში ჩართულები არ ხართ ხო ამეტად. არ ვართ, არც ქონია ამის ასე ვთქვათ შემოთავაზებაც არ ყოფილა რომ რაღაც ორგანიზება. შემოთავაზება ხარ როგორ თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ ამაში თუ გინდათ ალბათ არა? ხო, მაგრამ ხო უნდა იცოდე ადამიანებს სად როგორ ირთმევიან და ასე შემდეგ. თუ გინდა დაგაკავშირებთ, მაგრამ ნუ არ არის პრობლემა, ვესაუბრები. არა, იმიტომ რომ გასაგები ჯგუფი არის პაატა ბურჩუაძე ორგანიზებს რაღაცა. პაატა ბურჩუაძეს ამს ქონდა. შეიძლება თქვენ არ გინდოდეთ ამის ორგანიზებას პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ ნუ ხა დახურული პროცესი სხვა არ არის. ჩვენ ორგანიზებას ვიღებთ ყველა და პასუხისმგებლობას, ორგანიზება ერთია და პასუხისმგებლობა მეორე და ორივე ერთად მნიშვნელოვანი კიდევ უფრო. პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა იმ აქციაზე, რადგან ვიღებთ პასუხისმგებლობას. 13 სექტემბრის აქციაზე 4-ისთვის ავიღებთ პასუხისმგებლობას, ამასაც არ დავმალავ და ვიტყვით რომ ავიღეთ პასუხისმგებლობას. ეს ჩემთვის არის ძალიან მაგრამ აუცილებლად ვიქნებით იქ ყველანი ასევე ჩვენი ამომრჩეველიც, ხარდამჭერებიც, პარტიის წევრებიც იქნებიან იქ, იმიტომ რომ სადაც პროტესტია, სადაც მნიშვნელოვანი ბრძოლაა და 4 ოქტომბერიც ესეთი თარიღია, ვიქნებით აუცილებლად ყველა, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ ის ხაზიც გაგრძელდეს მათ შორის, რის გამოც ადამიანები უსამართლოდ დააკავეს და ეს იქნება ლევან ხაბეიშვილის ნაწილში თუ მურთაზ ოდელავას ნაწილში. ეს ადამიანები ამ აქციაზე ამყარებდნენ დიდ იმედებს და ამ ადამიანებს ამ დიდ იმედების ნაწილში საზოგადოებამ იმედი არ უნდა გაუცროს და ამიტომ ჩვენ სიტყვას შევასრულებთ და ვიქნებით 4 ოქტომბერს აქციაზე. კი, უბრალოდ აქ მე მესმის ძალიან კარგად. თავისთავად მე მგონია რომ პოლიტიკოსები და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ იმას, რაც პირდებიან ადამიანებს, ხო? ერთ დღეში დავამთავრებთ. ეს ძალიან კონკრეტული დაპირება არის, რომელსაც პასუხისმგებლობით მოკიდება ჭირდება და ამ შემთხვევაში თქვენი კონცეფცია, რაზეც თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას, ხო, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ კრიზისს, რომელიც ხელისუფლებას პრობლემებამდე მიიყვანს, ისეთ პრობლემამდე, რომელიც ჩამოშვის გასაგებია. მოდით აი ხვალიდელ აქციაზე ხვალ არის 13 სექტემბერი, რომ მეტი ვთქვათ, რაზეც თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას ამ კუთხით. როგორ იქნება ეს აქცია, რა იქნება მისი დრამატურგია? პირველ რიგში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ვიკრიბებით 19 საათზე და მნიშვნელოვანია გამეორდები რომ ვიყოთ ძალიან ბევრი. შემდეგ დავიძრებით რუსთაველისკენ მარშით.
ამ აქციაზე იქნება ისეთი აქცია, სადაც არ იქნება სიტყვით გამოსვლები, მაგრამ იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები აქციის პროცესის დროს. რა გადაწყვეტილებები იქნება, ეხლა ამაზე წინასწარ ასე საუბარი არ მინდა, მაგრამ პროცესი და მიმდინარეობა, მათ შორის საზოგადოების და აქციაში მონაწილე ადამიანების რაოდენობას განსაზღვრავს, არის რამოდენიმე ვარიანტიც მათ შორის, მაგრამ ეს იქნება რა თქმა უნდა პირველ რიგში მშვიდობიანი და შემდეგ აუცილებლად იქნება ისეთი, რომ დისკომფორტ შეუქმნის ქართულ ოცნებას და რეჟიმს. ეს არის ამოცანა. ამავდროულად ჩვენ არ ვამბობთ, რომ 13-ში რამე დასრულდება, პირიქით, 13 არის გაგრძელება. არც 13-ში დაიწყება არაფერი, ეს ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ გაყალბებული არჩევნების შემდეგ და ბოლოს გაგრძელების ნაწილში 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ და ეს დასრულდება მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჩამოიშლება ბოლომდე. და ბიძინა ივანიშვილი ჩამოშლის ბოლო ფაზაშია, შეიძლება მაყურებელმა თქვას, ეხლა დილით გვიყურებს სამსახურში მიდის ადამიანები და ასე შემდეგ, ეს არაერთგზის მოგვისმენია. გასაგებია მოგისმენიათ, მე ყოველთვის ვერიდები იმის თქმას, რომ აი ხელისუფლება ქუჩაში აგდია, სახე დაგვანახა, რაღაც ესეთი რეპლიკები, აი თქვენთან ხშირად ყოფილვართ სულად და ვერ მოისმენდით და დარწმუნებული ვარ გახსოვთ, მაგრამ ახლა მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მართლა ამ ფაზაში, აი ბოლო ეტაპზეა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამეორდები, ვერავინ იფიქრებდა, რომ თავდაცვის მინისტრს დაიჭერდნენ ამ ქვეყანაში ყოფილს რაღაცა სამედიცინო აპარატების შეძენის გამო და გომელაურზე, რომელიც პირადი დაცვა, ეგრეთ წოდებული პირადი იყო, ასე ვთქვა და პოლიტიკოსიც, კაციც, რა ვიცი, ხელიც, ფეხიც, ყველაფერი იყო ბიძინა ივანიშვილის, რომ ირაკლი კობახიძე იტყოდა, რომ ეს უარგისი კაცი იყო, არაფერი არ გაუკეთებია, მას ნარკოკარტელს უწყობდა ხელსო, კრიმინალი იარაღი იყო ქალაქში და აქციებსაც ვერ არბევდა ისე როგორც საჭიროა. ამიტომ ეს არის ცხადი იმისა, რომ მართლა ბოლო ფაზაში არიან, მაგრამ ბოლო ფაზაში არიან არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად დამარცხდებიან. თუ ჩვენ არ ვიქნებით ყოველდღიურ თანმიმდევრულ წინააღმდეგობაში, ეს იქნება 13, 19, 27, 4 თუ 4 შემდგომი პერიოდი. აუცილებელია და მე ამაში ვარ დარწმუნებული. აი ვერავინ ვერ გადამაფიქრებინებს იმას, რომ თანმიმდევრულ წინააღმდეგობას ალტერნატივა აქვს. გამორიცხულია, რაც არ უნდა საზოგადოებრივი წნეხი იყოს ამასთან დაკავშირებით. თენგო, თქვენ იყავით ძალიან კრიტიკული, ხომ თქვენ პოსტები ნახე და ანალიზი გააკეთეთ ამ არჩევნებში, რაც არის 4 ოქტომბერს დაგეგმილი, რა ფორმით იღებენ ლელო და კახარეს პარტია მონაწილეობას და ნამდვილად აღსანიშნავია ის ნაწილი, სად მოახერხეს პარტია. მე მგონია რომ მე ამაზე მასთანაც მისაუბრია, ორგანიზაციული პრობლემა არის ეს აშკარად, მათ უნდოდათ და რაღაც თუ არ არის მარტივ ზოგადსმართობის არჩევნების ჩატარება და ამის ორგანიზება, მაგრამ მათ უნდოდათ და აშკარად რაღაც ნაწილი ამ შემთხვევაში არ გამოვიდათ. უბრალოდ ნახეთ, აი 4 ოქტომბრის მერე როგორ ხედავთ ამ ინტერპარტიულ ურთიერთობებს? ხედავთ სივრცეს იმისათვის, რომ ეს ფურცელი გადაიშალოს? პირველ რიგში 18 სექტემბრამდე აქვს ლელოს და გახარიას კიდევ ერთი თარიღი, რომ მათ უარი თქვას. რა თქმა უნდა, შანსი არის მცირე, მათი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მაგრამ მათ აქვს ის შესაძლებლობა, რომ ბიულეტენში არ იყვნენ რა. ძალიან მარტივ რაღაცას გეტყვი. იცით, რომ 4 ნომერი ვინც აიღო პარტიამ, არც მაჟორიტარი ყავს და არც მერობის კანდიდატი. უბრალოდ ნომერი წაგვართვის. ანუ მარტო ამ ფაქტებიდან ეტყობა, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს. აზრი არ აქვს. ფურცელზე პარტიები იღებენ მონაწილეობას და ქართული ოცნები. სიმართლე არის ეს და თვალი უნდა გაუსწოროთ ამ სიმართლეს რა. სხვათა შორის 3 დღის წინ ამომიგდო თქვენ და ქუთაისის მერობის კანდიდატის კიდევ ერთხელ ამომიგდო გასაუბრება თქვენთან იყოს. პაატა ზაქარიაშვილის. კი, და თქვენ რასაც გაბრალებდა კაცო პარტიულობას და ასე შემდეგ და კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა თუნდაც მერობისთვის ემზადებოდა, ხო? ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამას ვამბობ. პირადი არაფერი მართლა პაატა ზაქარიაშვილს საერთოდ არც ვიცნობ, მინდა გითხრათ, არც ვიცნობ ფიზიკურად არ ვარ შენაყოფი, არ ვიცნობ პირადი არაფერი უბრალოდ ძალიან დიდი წინააღმდეგობა ზიანდება. ამაში როგორც ეხლა თქვენ გიყურებთ, ისე ვარ დარწმუნებული. ანუ ფურცელზეა პარტია 4 ნომერი მისცეს საარჩევნო ნომერი პარტიას, რომელიც არის ფურცელზე, არც მაჟორიტარობის კანდიდატი ყავს, არც მერობის კანდიდატი ყავს, არაფერი არა, არც აქ წარდგენილი და ასე შემდეგ. და ამაში იღებ მონაწილეობას და თითქოს კონკურენციას უწევდა. ერთია ვიღაცები საუბრობდნენ, რომ სისტემური ოპოზიციაა. სისტემური ოპოზიცია სხვა რაღაცაა. სისტემურ წინააღმდეგობას უნდა უწევდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში თამაშობდნენ მათ. ეს არის ტექნიკური ოპოზიცია. რას გულისხმობთ? 28 ადგილას საერთოდ წინააღმდეგო კანდიდატიც არ ყავს ამ ლელოს და გახარიას და დანარჩენი სადაც ყავს ტექნიკური კანდიდატებია. ანუ გამარჯვების შანსი არის 0. ეს არის კიდევ ერთხელ მოუწოდებ, რომ გამოდით ამ თვითმკვლელობის სპირალიდან. ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობის სპირალი. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს, რომ მას ყავდეს სისტემური ოპოზიცია.
არაპირებს ამას, ის აპირებს ერთპარტიული რეჟიმის დამყარებას. თუ ვინმეს გონია რომ აი ხა ბიძინა ივანიშვილის სისტემური ოპოზიცია მე გავა 4 წელი 28-ში მე შეიძლება მოუგოთ, იმიტომ კიდევ უფრო დასუსტება და ასე შემდეგ. გამორიცხულია. ხალხო არაპირებს ბიძინა ივანიშვილი რომ მას ყავდეს სისტემური ოპოზიცია. არაპირებს ბიძინა ივანიშვილი რომ ყავდეს საერთოდ ოპოზიცია. ეს უნდა გაიგოს და ვიღაცები დაშვების დონეზე აკეთებენ რომ აი ცოტა იქით ვითამაშოთ, გამორიცხულია ამას აპირებდეს ბიძინა ივანიშვილი მისი ნაბიჯებიდან გამომდინარე. გუშინდელი მისი ნაბიჯიდან გამომდინარე რომ აპირებდეს ამას ამის ნიშნები იქნებოდა არც ერთი ნიშანი ვინც არა მარტო ქართული პოლიტიკის პრაქტიკა იცის და ხა ჩემზე მეტად გამოცილი ხალხია უბრალოდ მე მაინტერესებს და უახლოეს პოლიტიკურ ნაწილში სულ რაღაცას ვეძებ კითხულობ და ასე შემდეგ და მსგავსი პრეცედენტები რაც ქართული ოცნება აკეთებს ბოლო წლებში არ ყოფილა უახლოეს ქართულ პოლიტიკაში და ვინც თეორიულად იცის ზოგადად პოლიტიკა უნდა იცოდეს ნიშნები როცა ავტორიტარული რეჟიმი ცდილობს სისტემური ოპოზიციის შექმნას და ეს რეჟიმი ავტორიტარიზმიდან გადადის კლასიკურ ერთპარტიულ დიქტატურაში ამის ყველა ნიშანი არსებობს. ახლა დარწმუნებული ვარ ვიზების შეჩერების შემდეგ თუ ის დაუშვით და პირველ რიგში ქართულმა ხალხმა უნდა დაუშვას და ამას წინ უნდა აღუდგეს რომ ქართული ოცნება ჩამოშალოს მანამდე ვიზების აკრძალვის შემდეგ თავისუფალი მიმოსვლის ევროპაში აკრძალვის შემდეგ დაიწყება პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და მათ შორის მაგ ხალხსაც აკრძალავენ მინდა გითხრათ ვინც არჩევნებში მონაწილეობს რომ გონიათ რომ აი ანტურაჟ შექმნის ამიტომ აუცილებელია უბრალოდ აი როგორი ზიანი ადგება იცი წინააღმდეგობას მე შემხვედრია და მე ვიცნობ ადამიანებს რომელმაც ეს კოალიცია, მაშინ კოალიცია იყო ეხა პარტია ლელო და გახარია ორი პარტია ასე ვთქვათ გაერთიანებულად არიან იცით რომ 30-მდე ოლქში მაჟორიტარულ ოლქში ერთმანეთს კანდიდატი დაუყენეს უბრალოდ ეს პოსტკი არის ოლქები ახმეტაში თუ არ ვსწრები მაჟორიტარში ერთმანეთს დაუყენეს ანუ როგორც გახარიას ისიც არის ქართული ოცნება ლელოს კანდიდატი და გახარიას კანდიდატი ანუ ხოშოს ავსოთ ვიკითხავ ორივე პარტიასთან იმიტომ რომ ისინი ძალიან ამაყობენ ისი რომ ამას მიახსენეს რომ ერთმანეთს კანდიდატები არ დაუყენეთ ბევრი არ არის რა თქმა უნდა არსებობს ვერ დააშოშმეს თავის წარმომადგენლები ეს არის ანუ ბრძოლის არჯერათ ამ ადამიანებს ამ დაგვარი ბრძოლის და ეს არის მნიშვნელოვანი ანუ ბევრი საკითხია რომელიც ძალიან აზიანებს პროცესს ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება რომ 18 სექტემბრად მათ აქვთ შანსი რომ კიდევ ერთხელ მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილება და დადგნენ იმ წინააღმდეგობაში და პროტესტში რა პროტესტიც არის. აი ეს არ მოხდება თენგო უბრალოდ ვფიქრობ რომ არ მოხდება. მაინც 4 ოქტომბრის შემდგომ მოცემულობაზე. და 4 ოქტომბრის შემდგომი მოცემულობა ერთი მინდა ვთქვა. ვინმე თუ ფიქრობს რომ 4 ოქტომბერს ახლა ვინმე ელოდება ვინმეს დამარცხებას ან გამარჯვებას და მე არაფერი არა 4 ოქტომბრის შემდგომი პერიოდი არის 4 ოქტომბრის გაგრძელებაც მათ შორის. როგორც არ უნდა წარიმართოს პოლიტიკური პროცესი არჩევნებს არ გულისხმობ. ჩვენ ამას და ერთს დავამატებ. თუ ვინმეს გონია რომ ამ ადგილობრივ არჩევნებში ჩატარდება, მე ხელისუფლება შეიძლება და ეს საკრებულოს წევრები დარჩებიან ვიღაცაები რა, ის 2-3 ოპოზიციის კოტით გაცვლილი. არა, როგორც ქართული ოცნების საკრებულოს წევრები წავლენ სახლში, ისევე ეს საკრებულოს წევრები წავლენ სახლში. მადლობა ძალიან დიდი. თენგო კირთაძე იყო, თევზაძე, ბოდიშ თენგო თევზაძე იყო ჩვენთან ერთად კოალიციას ცვლილების წარმომადგენელი.